მე გავჩნდა ამ ქვეყანაზე ისე რომ ყველა იძახეს რომ ჩემი თავი არავინ არ იცოდა. მაგრამ ხელი ხომ მოაწერა შენ გაშვილებას? დედა გარდაიცვალა, ოფიციალურად თავი მოიკლა. 24 წლის ასაკში. 24 წლის ულამაზესმა გოგო და მამა გაიქცა. რატო? მოიკლა კი თავი დედა. ყველა დამნაშავეა, ყველამ ყველაფერი იცოდა. ეს სისხლის ამბრის დანაშაულია. არც ერთ საღამოს ჩემთვის არ გავულია რომ მე არ მეტიროს. აი ძალიან განვიცდიდი. რო არ ვიცოდი ვინ ვიყავი. სანამ მამამდე მივალ ჯერ დაზე მომიყევი. როგორ იპოვე და? ჩვენ აყვანილი ბავშვები ვერ ბედავთ ამ ნაბიჯების გადადგმას. შენ ძმა შემთხვევისალი არ არის. ვუფრთხილდებით ყველას, მაგრამ ჩვენ ვინმე გვიფრთხილდება. მესამედაც იპოვეთ? 100%-ით დავწმუნდი უკვე დენებიც არ მჭირდებოდა რომ ის ჩემი და იყო. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ პოდკასტს ვეძებ. დღევანდელი პოდკასტი იქნება განსხვავებულად და გამორჩეულად მძიმე და თქვენ გაიცნობთ იმ გოგონას, რომლის ისტორიაც არის საკმაოდ რთული. ეს ადამიანი არის მსხვერპლი მისი ბიოლოგიური მამის მხრიდან და აქვს ძალიან მძიმე ისტორია. სანამ სტუმარს წარვადგენ, გეტყვით, რომ ჩვენი პოდკასტი იწერება პოდკასტ პოინტში, სადაც თქვენც თავადაც შეგიძლიათ რომ შეწეროთ თქვენთვის ასურველი პოდკასტი, ინტერვიუ, ბლოგი და ასე შემდეგ. რაც შეეხება ჩვენ სტუმარს, პირველ რიგში მინდა მოგმართოთ დახმარებისთვის ბათუმში მცხოვრებ ხალხს, იმიტომ რომ თქვენ გაქვთ გარკვეული ინფორმაცია მისი ბიოლოგიური დედის შესახებ, რა ინფორმაციაც მას არ აქვს. ამიტომაც გთხოვთ რომ ყურადღებით გვისმინოთ და თუნდაც ანონიმურად გამოგვეხმაუროთ. ჩვენი პოდკასტის სტუმარი არის ნინო წყალობაძე. ნინი, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და ესეთი მძიმე ისტორიის გაზიარებისთვის. მოდი ცოტა შორიდან დავიწყოთ. და დავიწყოთ იქიდან თუ როგორ გაიგე რომ იყავი აყვანილი. პირველად ეს ამბავი ამ ყანმა დედამ მითხრა. თვითონ 5 წლის ასაკში. უი. ძალიან პატარა ვიყავი, ამას აღვიქავდი როგორც ზღაპარს იმ პერიოდში, მე ესე მახსოვს და მახსოვს ის ფაქტები, რომ ძალიან ხშირად ვეუბნებოდი, რომ კიდევ მომიყევი. და როგორ გიყვებოდა რას გეუბნებოდა? მიყვებოდა ასე, რომ ორივე მშობელი დაიღუპა ზვავის დროს და დავჭი მარტო, ბებიამ ვერ გამზარდა და მოუწია გაშვილება. ეს იყო სულთელი ისტორია, რომელიც ალბათ დავიჯერე. და მინდოდა ალბათ ასე ყოფილიყო, იმიტომ რომ გავიზარდე უკვე 12-13 წლის ასაკში უკვე ძალიან გამიჭირდა ამაზე ფიქრი, ძალიან ჩავიკეტე საკუთარ თავთან და ამაზე არასოდეს არაფერი არ მიკითხავს. აი როცა უკვე გავაცნობიერე მოზარდმა რომ მე არ ვიყავი იქ სადაც უნდა ყოფილიყავი და ვიყავი სხვაგან გარკვეული მიზეზების გამო დამატებითი კითხვები ვერ ვკითხე. არა კი არა, ვერა. გითხრა საიდან მოხდა შენი აყვანა რა ასაკში გიშვილეს? მიშვილეს კი 2 წლის ასაკში ეს კი მითხრეს, მაგრამ საიდან როგორ რანაირად არა. სამომავლოდ მე ალბათ იფიქრეს კიდევაც და შიში გაუჩნდათ იმის, რომ არ წავსულიყავი სადმე. რო არ წავსულიყავი სადმე, ამისთვის საჭირო იყო რომ არაფერი აღარ ეთქვათ. და სულ მაინტერესებდა, მაგრამ კითხვა ჩემი მხრიდან არასოდეს არ დამისვამს, რომ ვინ ვარ, საიდან ვარ და რატომ მოვხდი აქ. ბიოლოგიური გვარი და სხვა დეტალები გითხრეს? არაფერი არ ვიცოდი. ჩემი მთელი ბავშვობა ის იყო, რომ ფიქრი იმაზე, რომ მეცოდნო და ვინ ვიყავი. ეს ცარტული იყო. ძებნა როდის დაიწყე ესე უკვე აქტიურად? იცით რა არის, სულ მაინტერესებდა, მაგრამ გარკვეულ ნაბიჯებს ვერასოდეს ვერ ვდგავდი. დაახლოებით 30 წელს ვიყავი, როდესაც დეიდა ჩემს ვკითხა სანამ გარდაიცვალა, მანამდე რომ საიდან ვარ და ერთადერთი ის მითხრა, რომ მე არაფერი არ მაინტერესებდა, მე არ ვიცი არაფერი. და მხოლოდ იმ ადამიანის სახელი მითხრა, ვინც ამაში მიიღო მონაწილეობა და ვის დაეხმარა დედაჩემს შვილებაში.
მაგის მერე მივაკითხე იმ ის ადამიანის გარდაცვლილი იყო უკვე იმ პერიოდში და მის შვილს რომელსაც ჩემი თავი მოანათლინეს, ნათლია ჩემია და ბევრი ვერაფერი ვერ მითხრა. ერთადერთი ის მითხრა, რომ მამა ჩემი იმდენად მორწმუნე ადამიანი იყო, რომ დედმამიშვილი რო ყოლო და პირველი კითხვა ეს მქონდა, რომ ვინმე მყავს თუ არა დედმამიშვილი და დედმამიშვილი რო ყოლო და თქვენ თავის არ დააშორებდა. სამწუხაროდ ესე არ აღმოჩნდა. ცოტა ხანი დავწყნარდი, გავიდა გარკვეული პერიოდი, გარკვეული პერიოდი არა თითქმის 10 წელი და ერთ-ერთმა მეგობარმა ამაზე საუბარი არავისთან არასოდეს არ მქონია. ერთადერთი მეგობარი, რომელთანაც ერთადერთხელ ვისაუბრე. ძალიან მძიმე იყო ჩემთვის ყოველთვის ეს თემა და ალბათ ვერცვენავინ ვერ მიბედავდა კითხვების დასმას და მომაწოდა ინფორმაცია, რომ არის ესეთი ჯგუფი, ვეძებ და იქ ადამიანები წერენ პოსტებს და იქნებ ნახო და ვშო. დამთავრდა საუბარი და არ მინდა გავცალიანდი, მაგრამ ყოველთვის გინდა შიგნიდან. არ არსებობს რომ ვიღაცა ნაშვილებმა ბავშვმა თქვას, რომ მე არ მაინტერესებს, გამორიცხული, ყველას აინტერესებს. ვამბობენ რომ არ აინტერესებთ. არა, გულში მაინც ხო ხდება. ამას უბრალოდ ვერ ვამბობთ, რომ გვაინტერესებს. ძალიან რთულია. ძალიან რთულია. რა არის რთული? მე კი ვიცი, მაგრამ შენი გადმოცემით. იცით რა არის? ამ ჩემს შემთხვევაში თითქოს დავიჯერე, რომ მარტო ვიყავი. და თითქოს ეს ჩემთვის იყო ძალიან მარტივი, იმიტომ რომ მარტო ვარ, არავინ არ მეტევს, არავინ არ მყავს და ვიადვილებდი ცხოვრებას. მაგრამ ყოველთვის რაღაცა მაწვალებდა ყოველთვის, ანუ ერთი ვიტყვი, რომ დაახლოებით 22-24 წლამდე არც ერთ საღამოს ჩემთვის არ გავვლია, რომ მე არ მეტიროს. რატომ? აი ძალიან განვიცდიდი. რას განიცდიდი? რო არ ვიცოდი ვინ ვიყავი, რო ვიყავი ნაშვილები, ნუ იქ რო არ ვიყავი, სადაც ნაყვავი, ძალიან განვიცდიდი მე. აღარ მხოლოდ ჩემთან ხდებოდა ეს, მე ამას ვერავისთან ვერ ვამბობდი, ვერავის გულს ვერ უშლიდი და ძალიან მიჭირდა. როგორ რომ დაიწყე ძიება, გააწევრიანდი ჯგუფში? ჯგუფში გავწევრიანდი და არ ვიცი რა, მოდენიმე ღამე მახსოვს, რომ გავათენე ის ჩაწერით, რომ ამწლიანი ის იქნებ ვინმე მეძებს, იქნებ უფრო ეს შვება არის ჩვენი აყვანილი ბავშვების, რომ ვინმე ხო არ გვეძებს. და ნუ ვერაფერი ვერ ვნახე, ასე ვთქვათ. სწორად ეძებდი? არა, არ ვეძებდი, სწორად ერთადერთი ვიცოდი, რომ აჭარიდან ვიყავი, თუმცა ამასაც ბოლო წლებში ძალიან უარყოფდნენ, იცახდნენ, რომ გურულია. ოღონდ ამას აი მეგობარს თუ ეტყოდნენ, რომ გურულია მაინც და ესე თუ მოვისმენთ, რომ კითხვა მართლა ვერასოდეს ვერ გავბედავდი. არაფერი არ ვიცოდი, არაფერი. საერთოდ წარმოდგენა არ მქონდა, ვინ ვიყავი. და როგორ იყო? მე გადავწყვეტე ვინაიდან ამ ტესტებზე გავიგე თქვენიდან, რა თქმა უნდა, ტესტის გაკეთება გადავწყვეტე 100-იანის მივედი ასევე და მოვითხოვე ჩემი სახელი და გვარი და ზუსტად 1 წლის უკან, ზუსტად აი 1 დეკემბერს მოვიდა პასუხიც ორივე ერთდროულად. რაც ერთი თვით ადრე გავიკეთე და ტესტიც და იმის და ნუ არ ვიცი გადატრიალდა ჩემი ცხოვრება. რა გამოჩნდა ტესტში? ტესტში გამოჩნდა მეორე თაობის ნათესავი, რომელიც საბოლოო ჯამში ბებიაჭერ დედის ბებიის ბიძაშვილის შვილი აღმოჩნდა და მათმა მხარე დედაჩემის მხარე ყველაფერი იცოდა და ჩვენ გვეძებდნენ მე და ჩემ დას. თუმცა ამის შესახებ მაშინაც არ ვიცოდი რომ დამყავდა. და დავეკონტაქტე და ტრაფიკინგის აგენტოდან მოვიდა გვარი. მოვიდა გვარი. გვარი რომ დედის გვარი გეწერა. დედის გვარი მეწერა, კი, დინა მამედოვა და ნუ მაინც ქართულად და ტრადიციულად ვარ გაზრდილი და ეს მამედოვა ისდენად რთული იყო ჩემთვის, რომ ვერ ვხვდებოდი ვინ ვიყავი. აი ახლა უკვე მაშინ უკვე ყველაფერი თავდაყირა და ხო იცი რომ ხარ ბათუმიდან ან გურიიდან და კი ბატონო, კი და უკვე უნდა მივხვდი რომ უნდა გამეგრძელებინა, მივწერე და ღვთისწყალობით, ნუ დაახლოებით 2-3 კვირაში დამეკავშირე ზუსტად 1 იანვარს.
ჩვენ ახალ წელს ზუსტად ღამის 2 საათზე ერთად ადგა ჩვენ ახალი წელი. შემოდის შეტყობინება მეილზე, რომ ჩვენ გვინდა თქვენთან დაკავშირება, შენ ბიძა გყავს, შენი და სად არის? შენთან ერთად არის? იმიტომ რომ დარწმუნებულები იყვნენ, რომ ერთად ვიქნებოდით. და ეს იყო და რა თქმა უნდა დავეკონტაქტეთ, არ ვიცი, ძალიან მძიმე. აი რო გაიგე რომ დაგყავდა არ ვიცი, ძალიან გაოგნებული ვიყავი. აღმოჩნდა რომ დამყავდეთ და ზუსტად 1 იანვარს ბიძას რომი დედის ძმას რომი ცოცხალია და ძალიან ახალგაზრდა მივეცი პირობა რომ მე მასაც ვიპოვე. მან არ დამიმალა, მადლობა ლადოს რომ მამაჩემის სახელი და გვარი. მოიცი სანამ მამამდე მივალთ ჯერ დაზე მომიყევი როგორ იპოვე და ეს ამბავი რომ გავიგე, დაახლოებით 4-5 დღეში გადავწყვეტე რომ თქვენ ჯგუფში დამეწერა პოსტი. მისი სახელი გვარი, პირვანდელი ოღონდ. პირვანდელი, რა თქმა უნდა მეტ ინფორმაცია მე არ მქონდა, ახალი არ მქონდა, დაბადების თარიღი, მე არ მქონდა დაბადების თარიღი შეცვლილი. აქედან გამომდინარე ვიფიქრე რომ მასაც ეს არ ექნებოდა შეცვლილი. დაბადების თარიღი, სახელი გვარი და ვეძებ დას. ზუსტად ალბათ 1 საათში მაქსიმუმ ერთ-ერთი მისი მეზობელი გამომეხმაურა და ეს არის მომედოვაო ჩვენთანო და დაგაკონტაქტე. შეცვლილი არ აქვს გვარი? აქვს გვარი, მაგრამ იცოდნენ. ვინც აიყვანა მასთან, ყველა მიცოდა რა გვარი იყო. და უთხრეს რო აყვანილი იყო? თქმით არ უთხრეს, მაგრამ ანიცოდა, იმიტომ რომ ის 4 წლის იყო და ახსოვდა. ამ სიტუაციაში ჩემი დის მდგომარეობა უფრო რთულია, იმიტომ რომ მას მეც ვახსოვდი. და ყოველთვის მეზობლებთან, ნათესავებთან კითხულობდა რომ მითხარით სად არის და ძალიან დიდი გულის ტკივილი არის იმაში, რომ ეს მეზობლები სიმართლეს არ ეუბნებოდნენ, ქობულეთში აძებნინებდნენ ჩემ თავს და ყველა მიცოდა რომ თბილისში ვიყავი გაშვილებული. შენ და სად გაშვილ? ქედაში. ქედაში? და ჯერ შენ წაგიყვანეს თუ ჯერ შენი? ორივე ერთდროულად. ერთდროულად? ერთ პერიოდში, კი. აი რა. და არც ერთის მშობელმა არ იცოდა რომ და ორივე მიცოდა. და რატო არ წაგიყვანე? არ ვიცი. ანუ ერთს ვიტყვი რომ აი დედაჩემი მაინც ძალიან კეთილი და ძალიან თბილი ადამიანი იყო. მე ამიყონა მარტოხელა დედა. ანუ არ იყო გათხოვილი და მასაც მარტოხელა დედა შეხვდა ჩემ დასაც. ანუ ოჯახი ესე სრულფასოვანი ოჯახი არც ესე ვთქვა არ მყოლია. თუმცა დედაჩემს ყავდა და რომელმაც ვერ მიმიღო. ანუ ძალიან მიუღებლობა ჰქონდა ჩემს მიმართ. სამწუხაროდ და ვერ ხვდებოდი, რა თქმა უნდა, ბავშვობაში ვერ ხვდებოდი ამას და ვერ ხვდებოდი რატო ვერ მიღებ და რა დაუშავე. მაგრამ ასე გავიდა ცხოვრება. მე მიხვდი. ნუ ვიცოდი, სადაც ხომ ნათქვა მიქონდათ, მაგრამ რა დავაშავე რომ განიცდიდა ადამიანი რომ უცხო ადამიანი ყავდა სახლში, აი ძალიან განიცდიდა. ძალიან. აი უტირია, იცი როგორც ხარეცრავლებით რომ ეს მიმყავს სახლში და მე რაღაც ალბათ 8-9 წლის ვიყავი და რატო ტირის რა დავაშავე, ვერ ხვდებოდი. დედა სად არის? გარდაიცვალა. ნაი სამწუხაროდ აი მათი გარდაცვალების მერე უფრო მომინდა რომ გამერკვია. ალბათ სიცოცხლეშივე ჩვენ აყვანილი ბავშვები ვერ ბედავთ ამ ნაბიჯების გადადგმას. ვუფრთხილდებით ყველას, მაგრამ ჩვენ ვინმე გვიფრთხილდება? ხოი. რა ვიცი. თქვენი არა. როგორ მოხდა დასთან დაკავშირება? როგორც ეს მეზობელი გამომეხმაურა, დაგაკავშირებ, კი ბატონო, აქვე და ზუსტად 1 საათში არც კი მირეკავს. ანუ პირველივე ზარი იყო ჩემი და რა ჯგუფში რომ გამოხმაურების. მასაც იგივე თარიღი ეწერა, უბრალოდ ის ფიქრობდა რომ შეცვლილი ქონდა დაბადების თარიღი და ნუ გავესაუბრეთ დაახლოებით ისტორიები მოუყევით ერთმანეთის, რა თქმა უნდა არ ვიყავით დარწმუნებული არაფერში და დავერწმუნე რომ გაიკეთე ტესტი, რომ დავწმუნდეთ 100%-ით. დღე არ გასულა, ჩვენ არ დავკონტაქტებოდით მას. მან რა ისტორია იცოდა?
მან იცოდა რომ დედა დაღუპული იყო. და მამა? ისტორია ანუ ეს ზვავის ამბავი არ იყო სიმართლე. არა, ეს სრული ზღაპარი იყო. მან იცოდა რომ ბავშვთა სახლიდან იყო წამოყოლ, მას ახსოვდა და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იძახდა რომ დამინდა და ბოლოს რომ ის სხვათა შორის ერთ-ორჯერ უნახავია შეახვედრეს ჩვენი თავი. დედა ჩემი ასულა ქედაში და ტირისო და სითხოსო და წავიყვანა. აი ამას ყვებიან მისი მეზობლები, იმიტომ რომ ჩემი ხრიდან არავინ არაფერს არ ყვება. მისი მეზობლები რომ მივიდნენ და ანუ ასე ვთქვათ ჯოხით გამოვეკიდა. ავყადით ეთა და გამოაგდო და მოხდა უკვე საბოლოოდ ჩვენი დაშორება. ბავშვთა სახლს არ ქონდა უფლება, დღესაც არ აქვს დედმამიშვილების დაშვილების. აქ არის ან ჩაწყობა ფულის თემა, ან ხელმოწერა მამის ხვიდა, არ ვიცი. არ ვიცი. ეხლა მივედექით ყველაზე მძიმე ამბავს. რასაც ვიძიებთ რეალურად ჩვენ. აი ხო თითქოს ყვებით რომ აი რა კარგია დედმეთ იპოვეს და ვაკავშირებთ, მაგრამ ეს ესე არ არის. როდის გაიგეთ დედის შესახებ სიმართლე? მე დედა რომ გარდაიცვალა, ბიძასგან გავიგე პირველივე იანვარს, ანუ ძალიან გაუჭირდა ეს რთულად, მაგრამ მითხრა ყველაფერი. და რა ისტორია? დედა გარდაიცვალა, ოფიციალურად თავი მოიკლა. 24 წლის ასაკში. 24 წლის ულამაზესმა გოგო. შენ იყავი მაშინ 5 თვის, შენი დაიღო წრინახევრის. დიახ. მამა? საბოლოო ჯამში რომ გავარკვიეთ, ისი აღმოჩნდა რომ დედის გარდაცვალება და მამას წასვლა რუსეთში ერთი იყო. ერთდროულად მოხდა. მამა გაიქცა. რატო? არ ვიცი. რას ამბობს თვითონ? ხო შეხვდით? არ ამბობს არაფერს. კარგი, მამა გაიქცა, ჯერ დედა თავი მოიკლა და მერე გაიქცა მამა, თუ პირიქით მამა რო გაიქცა, იმდომ მოიკლა დედამ თავი? არ ვიცით. სიმართლე არ ვიცით, მოდი ასე ვთქვათ, მაგრამ გაქცეული იყო გამოძიებიდან გამომდინარე. ის იყო ერთადერთი ეჭმიტანილი დედაჩემის თვითმკვლელობას საქმეში, რომელიც არასოდეს არ დაკითხულა. მამის მხრიდანაც საუბარი არ ყავდათ ან დედის მხრიდან, რატომ გაშულება რატო მოხდა? დედას ყავდა ერთადერთი ძმა იმ პერიოდში, რომელიც იყო არასრულწლოვანი, 14 წლის. ჩვენი ეს დედის გარდაცვალების მერე ეცადა მასული იყო მამასთან და ეთქვა რომ ბავშვს მიხედე, თუმცა იქ მოხდა ესეთი რამ რომ ძალიან ბევრი ადამიანი დაახვედრეს და გამოაგდეს. რატომ? არ ვიცი. იმიტომ რომ ჩვენი თავიც არ უნდოდა რა თქმა უნდა, არ ვიცით, რეალურად სიმართლე არ ვიცით, მოიკლა კი თავი დედა. ეს ამბავი მოხდა ბათუმში. ეს ამბავი ხდება ბათუმში 1995 წელს. როგორ იპოვეთ მამა? მამაც დავწერე თქვენ ჯგუფში, რომ მამასაც ვეძებდი. იცოდი სახელი და გვარი? დიახ, თამაზ დაუთოვიჩ გოგიტიძე. და მამის გვარი რატომ არ ქონდათ? როგორც ამბობენ, ანუ თვითონაც ამტკიცებდა იმას, რომ ჩემ დაზეც კი პასპორტი მიიტანა, რომ გვარი მიეცა, თუმცა მაშინდელი კანონით თუ ხელი არ ქონდათ მოწერილი, გვარს ვერ აძლევდნენ. აი ესე არის გადმოცემული, რომ არ ჩაწერეს, იმიტომ რომ არ ქონდა ხელი მოწერილი ოფიციალურად. თორემ გვარი მივეცი, ჩემ დას მამა აღიარებს, გვარიც მივეცი, ნუ არ იყო მის გვარზე. და რატო გაშულითო თქვენო? ანუ ხო ყავდა მამის მხრიდან ათესავები? იცი რა არის? მამა არაფერს სიმართლეს არ ამბობს. საერთოდ არ ამბობს სიმართლეს. კი ვიცი რომ ყავდა ლოლა ერქვა, მედინა ერქვა, ეხლა სხვადასხვა სახელები გვაქვს, ხო? შემდეს მაკა ქვია. ვიცი, მაგრამ შეზე საერთოდ არაფერი არ ვიცი. რას ქვია? არ ნახეთ, მე გავჩნდა ამ ქვეყანაზე ისე, რომ ყველა იძახის, რომ ჩემი თავი არავინ არ იცოდა. თუმცა ეს სიმართლეს არ შესაბამება, სიმართლეს არავინ არ გვეუბნება. რომ შენზე არ ვიცოდი. კი, ამბობს, რომ არ ვიცოდი. ხო, მაგრამ ხელი ხომ მოაწერა შენ გაშულებას? ფაქტია. ხო. ანუ რანაირად არ იცოდა?
არ ამბობს სიბართლეს. მამა როგორ იპოვეთ და როგორ მოხდა თქვენი შეხვედრა? აქ ვეძებ ჯგუფშიც გამომეხმაურა ერთი ქალბატონი, მისივე ნათესავი, რომელთანაც არ ქონდათ კარგი ურთიერთობა, ასე ვთქვათ და მითხრა რომ ეს ადამიანი როგორც შენ აღწერ და რასაც შენ წერ არის სოფელ ერგეში. ასევე სოფელი ერგედანი იყო ისედაც ვიცოდით და ნამდვილად ისევ იქ ცხოვრობს. და მე რავშოთ გაჩვენებს ად ცხოვრობს, არ ვეკონტაქტები, არ ვიცნობ, მაგრამ მე გაჩვენებს ად ცხოვრობს. და მე ისე მოხდა რომ ამ გოგომაც ალბათ თავის ახლობლებს ნათესავს. აი ეს გოგო იყო მამაჩემის დეიდაშვილი. რომელთაც კონტაქტი არ აქვს. და ნუ მისმა და რაღაცა ყველა ისე მოახდინა რომ უარი თქვა, მოკლედ ეჩვენებინა სად ვიყავით, როგორ ვიყავით, სად იყო საცხოვროდა რომ მივსულიყავით და გვენახა. ნუ რა თქმა უნდა, იმის იმედი აღარ მქონდა. გავიგეთ ხა ადამიანის მოძებნა რო კიდე ყველაფერს გააკეთებ რომ იპოვო. თან მით უმეტეს იცი საცხოვრობდა და ამით და ამ გოგომ და ამით დასტურა რომ ის ცოცხალი იყო. მე ბიძამისიც ვერ მითხრა ცოცხალი იქნებოდა თუ არა. და ამით დასტურა რომ ცოცხალია მამა. და დავიწყეთ ძიება, რა თქმა უნდა, მე და ჩემმა და მერთა, თუმცა ჩვენ არ ვიცით ჯერ კიდევ ვართ თუ არა დები. ხო. ვეკონტაქტებით ერთმანეთს ის ქედაში, რადგან იყო გაშულებული, უფრო მეტი კონტაქტები ჰქონდა ამ ეტაპზე ბათუმში ცხოვრობს და ახლობლებით, ნაცნობებით, მისი ტელეფონის ნომერი გავიგეთ. დავეკონტაქტეთ. ჯერ ის დაეკონტაქტა. ვერ დაიჯერა და მე დავეკონტაქტე რომ მე თბილისში ვარ თქო და კი მაგრამ რამდენი ხართ და რამდენი უნდა ვიყოთ მეთქი მე ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდა თამაზე რომ მამა რომ თბილისიდან მე ვიპოვიდე. რატო ვერ წარმოვიდგენდა? ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდა. იცით როგორ გაუჭირდა დააჯერება რომ მივაგენე. მე საუბრებში კეთქვა რომ აი ვერ წარმოვიდგენდიო რომ და მე ისიც მგონია რომ სპეციალურად ვიყავი თბილისში გაშულებული, იმიტომ რომ თბილისსაც ყავდა თავის ბავშვთა სახლი, ხო თუ აყვანას მოუნდებოდა აქედან აიყვანდნენ აჭარიდან როგორ მოხვდი თბილისში. მახინჯაურის ბავშვთა სახლია ხო? მახინჯაურის ბავშვთა სახლზე საუბარი. კარგი, აი მამა რო ნახეთ რა გითხრათ. რატომ მოიკლა დედამ თავი? ალბათ პირველი კითხვა ეს იყო ხო თქვენ? არა, ნახეთ როგორ არის, ჯერ მოდითო და ნახოთო ჩემი შულები ხართო ვაფშე. აქ იყო თემა ის მივედით რა თქმა უნდა და ნუ ჩემი და რა თქმა უნდა იცნეს. ჩემი და საკითხავდა სკოლაში. მამა? კი, მე იქ მასწავლებელს შეეშინდა და დირექტორის ჩარევით დაემუქნე რომ პოდლიცას გამოვიძახეთ. ანუ მაინც რაღაცა ემოციები ქონდა ესე. იცი რა არის, ვერ ვხსნი ამ ემოციას, იცით რატო? იმდენად ცუდად იღებს ჩვენ ფაქტს, ჩვენ არსებობას. ხო, ბავშვობაში სკოლაში აკითხავდა და ეხლა გეუბნებათ რომ ატმოსფერო არ დაგინახო. როდესაც მოუხდია. მე მინიმუმ ბოდიში ხო უნდა მოგეხადოს ადამიანი. რაზე უნდა მოგეხადოს ბოდიში? რომ მიგატოვა. აი ეს მომიყევი რა მაგაზე რას ამბობთ? ნახეთ, თქვენ გაშულდით მამის საქართველოში დაბრუნების და ხელწერილის შემდეგ. ანუ მამა იყო გაქცეული მოსკოვში, დაიხურა გამოძიება. მამა დაბრუნდა უკან საქართველოში და როდესაც მოაწერა მან შვილების გაშულებაზე ხელი, მერე აი ერთდროულად ზუსტად მაშინ მოხდა თქვენი გაშულება. ამაზე რასაუბრობს, რატო ვიყავი გაქცეული რუსეთში? ან რატო მოვაწერე ბავშვების გაშულებას ხელი? ანუ ოჯახის წევრები არ მყავდა რომ ჩემი შვილები გაეზარდა. აი ნახეთ, ყოველ ჯერზე სხვადასხვა ისტორიას იგონებდა. აი რას ამბობდა? არ ამბობს გამომუღლის რაღაცა პრობლემა მქონდა და გავიქეცი და რაღაცა მე არა მოგატყუეთ, არ ვიყავი გაქცეული. თქვენ აქამდე რაც გითხარით, ყველაფერი ტყუილი გითხარით. აი ეს რაღაცა გიყურებს და 40 წელს ხას გაეუბნება, ყველაფერი მოგატყუე აქამდე, ხა სხვა არის. აი არ ვიცი. მამის ანთესავსთან არ გიკონტაქტი, არ გიკითხავს რომ რატო გაგვაშულეთ. წარმოიდგინე რომ ოჯახის წევრები ანიჭებენ უპირატესობას ბავშვების თავისი დედმამიშვილებით არიან 5. ხო, ერთმა როგორ არ ბიძაშვილი. აი ერთმა მამი და მამ ბიძამ როგორ არ გამოთქვა თქვენი წაყვანის სურვილი. ყველა დამნაშავეა, ყველამ ყველაფერი იცოდა. და რას ამბობენ? არაფერს არ ამბობენ, ყველას აქვს წყალი პირში დაგუბებული.
კაი, მაგამდე მან ცოტა ხანში მივა. ჯერ აი ეს მამის ამბავი მაინტერესებს. მამას ყავს ახლა მეუღლე და ყავს შვილი. მამას ყავს მეუღლე და შვილი. მივედით, შვილი არ დაგხვდა, რა თქმა უნდა, და მე როგორც შემდგომ საუბრებში გაამხილეს თურმე გვევით ეზოში ვეიდგა დამალული რომ რამე რომ მომხდარიყო და თქვენ ჩხუბი აგვეტეხა ჩხუბი რა შუაში იყო მაინტერესებდა მართლობა იყო თუ არა, მაგრამ ნუ აი შესვლა ნახვა და ის 100% აი დარწმუნება რომ მე მისი შვილი ვარ, ეს იმდენად ვიზუალურად ვგავარ მამას. როგორ უარყო იმაზე ვბრაზდები პირველ დღეს რომ მეო არ ვიცოდიო რას ამბობო შენო ჩემი შვილი არ იქნებიო რას ამბობ არაო და მე დაახლოებით 1-2 საათი რომ ვისაუბრეთ ბოლოს აი გონი შენც ჩემი ხარო ანუ ეს ახლა როგორ იზღაპარია როცა ეს მეზობელი ამბობს რომ მე მამა რო დედას სემდა მე მაშინ მამა გამოვათრიე სახლიდან რომ არ მოეკლა საწყალი გოგო და ამ დროს სახლში ორი ბავშვია ეხლა როგორ ამბობს ამას რომ არ ვიცოდი ორი შვილი რო იყო რა ვერ გავიგე ხო და არ უნდა რო აღიაროს რას ამბობს აი ბოლოს რაც გითხრა ეს ნუ მაკას აღიარებს მისი შვილი როა ნამდვილად ჩვენ რო შევედით ნუ მაკას იცნობდნენ ის იქვე ცხოვრობდა და მაკა ვიზუალურადაც იცოდნენ და არაფერს არ ამბობს აი რა ვთქვა არაფერს არ ამბობს არ გვიღებს იცით არ თავიდან ძალიან კარგად მიგვიღეს მე თვითონ გაუგნებული ვიყავი რომ მართლა ხა 40 წელს ესე გაშულებული ბავშვი რომელშიც შენი ხელი ურევია ესე რომ ვაიმე რა კაი მართლა ჩემი შულები ხართ ერთ დღეს მოაწყვეს სუფრა მიგვიღეს აი ისე ჩამეხუტა გულში, ისე ჩამკოცდა, რომ შოკში ვიყავი მე თვითონ. რომ ეს ჩემ თავს ხდება, მართლა ესია, რაღაცა გულუბრყვილო მიომიტურად ვიყავი გახარებული. და მე რა მოხდა რა შეიცვალა? მე დავიწყეთ კითხვების დასმა. და მანდ უკვე ეს ჩვენი კითხვები არ მოეწონა. ერთ-ერთ შეხვედრაზე ვიცოდი რომ გაქცეული იყავი, მაკა ეუბნება. მე ვეუბნები რომ შენი ხელი რამე ხო არ ურევია და всё ამის მერე უკვე ჩვენი გზები გაიყარა. რა გითხრა? აღარ მოხვიდეთ. აღარ მოხვი, ფეხი არ მოადგა თაქო და ჩემ შულს თავი დაანებეთო. და უკვე ის პერიოდია ძმას, რომ მე პირადად ძალიან დიდი ეჭვი გამიჩნდა ეს ჩემი ძმა, ჩემივე ტყუპისცალი ხომ არ არის. შენ ძმა შენ ტყუპისცალი არ არის. არ არის. იმედია. ანუ სანამ საუბრს დავიწყებთ, ნინის აქ მოსვლის მიზეზი იყო ის, რომ აინტერესებდა ძმა, რომელიც ამის მხრიდან ყავს, დედამის ყავს გაჩენილი თუ არა და რატო თუ დედამის ყავს გაჩენილი, რატომ არ მოხდა მისი გაშლება. შენი ძმა, რომელიც ამაშენთან ერთად იზრდება, არ არის შენი ტყუპისცალი. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ ტყუპისცალი არ ყავს, ანუ შეიძლება, ანუ ეს არ ვიცი მართლა. აი ის რაც ვიცი, რასაც შენ არ ყვევდი, რომ შენი ძმა და შენი შვილი იყო თუ არა, ეს ესე არ არის. მაგრამ აი ეს ამბავი რომ დედა შენ სადღაც კიდე ერთი ბავშვი შეიძლება რომ ყავდეს, ეგ არ ჯერჯერობით არ დაგვიდგენია. მაგრამ ამ ისტორიაში ყველაზე უცნაური არის შემდეგი რამ. მე ბათუმში ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და შენც გასაუბრეთ ჩემ მეგობრებთან. ყველა ძალიან ჩაერთო დედა შენის ისტორიის გაგებაში. და ახლა თან ეს ხალხი საკმაოდ ზოგი ისეთ თანამდებობაზეა, ზოგი შვილია თან, ანუ ყველა თქვა რომ რა თქმა უნდა მე გავარკვევ ყველაფერს. 2 დღის მერე ყველა გაქრა. ჩვენი არც ერთი მეგობარი, ვინც იყო ამ საქმეში ჩართული და ვინც ეკონტაქტებოდა დედაშენის მეზობლებს, ის ადამიანები ჩვენ მეგობრებს აღარ ეკონტაქტებიან. ანუ არ ეუბნებიან რა მოხდა. ანუ რეალურად რას გითხულობთ ისეც, უბრალოდ გვაინტერესებს რა მოხდა, რატომ მოიკლა 24 წლის გოგომ თავი და იყო თუ არა კიდევ ერთი ბავშვი იმ სახლში. არავინ აღარ გვეკონტაქტება. რატო? აი რას ფიქრობთ? ეს არის იმდენად ამოუხსნელი ჩვენთვის, რომ თავიდან ყველა ძალიან ღია იყო და თანახმა იყო დახმარებაზე და ეხლა ისქენ რო უარს გვეუბნებიან, არ გვპასუხობენ. ეს იმდენად უცნაური ამბავია, რომ მართლა გამიჩნდა ეჭვი, რომ შენ ხომ არ ყავს ტყუპისცალი და ან ძმა, რომელიც იყო შენთან ერთად იმ სახლში და რომელიც არის გამქრალი. მე ერთ გარემოებას აღვნიშნავ. მე და ჩემი და პირველად რომ მივედით მასთან, მიყვნენ რა თქმა უნდა მისი ხრიდან მეში ნათესავები, მეც ჩემი ნათესავი და დაახლოებით 5 კაცი მივედით. ერთ-ერთი აქ მათგან იყო გოგო, ჩვენი ტოლა. მე საუბრებში აი ეს სუფრაზე, მამა ესე თქვა რომ სამივე რომ შემოდეხირე, მესამეც ჩემი მეგონაო. აი ხო მაგას ვამბობ. მე ტყუპი მყავს. არ ვიცი, მაგრამ მართლა არ ვიცი.
მაგრამ აი მესამეში მეგონა შეიძლება არ არის ტყუპი და შეიძლება და რატო ხარ დაწუნებული რომ მირზა არ არის ჩემთვის გავარკვიეთ და მოვიძიეთ ჩვენი გზებით და არ არის შენი ტყუპის ცალი არ არის მაგრამ აი უცნაურობა ის ფაქტია რომ თითქოს აი რაღაც ვიღაცამ თქვა რომ აი სამი ბავშვი მაგრამ გოგოზია ლაპარაკი აი მესამედაც იპოვეთ ხო და აი ეს ამბავი ცოტა ჯერჯერობით ჩვენთვის გაუგებარია იმიტომ რომ დედაშენის უახლოესი მეგობარი ვინც იყო ის ვერ გამოვიყვანეთ კონტაქტზე ჩვენ ეხა საჯაროდ შეგვიძლია ვთხოვოთ ამ ხალხს რომ ანონიმურად დაგვეხმარონ, ანონიმურად მოგვაწოდონ ინფორმაცია. იქნებ ჩვენ გვერევა რაღაცა, იქნებ ესე უბრალოდ რაღაცა ილუზია, რომ კიდე ერთი დაშელება არსებობდეს. უბრალოდ რომ გითხრათ დედაშენის, რა თქვა, დედაშენის სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილი. სწორად ოღონდ, არასწორად რომ ეძებდით თავიდან, ხო გახსოვთ? დედაშენი იყო ნიგიარა კიზისასული მამედოვა. თუ ვინმეს პირვანდელ სახელში ამოუვა, ეს სახელი ამოუვა. იგივე ლოლას ეძახდა ყველა და მან თავის სახელი პირველ შვილს დაარქვა, პირველ შვილს დაარქვა. მაგას. მაკა თამას დაუთოვიც გოგიტიძე. საცხოვრობდნენ. ცხოვრობდნენ ბათუმში. ზოოპარკთან ახლა უკვე ყო ზოოპარკთან, ეხლანდელი მისამართი არის სელიმ ხევშიაშვილის 4 ნომერი. ეს იყო კერძო სახლი, ხო? პატარა იყო მან და აღწერაზე იყვნენ მაშინდელი საბინის მიღებაზე, ბებია და დედა და იქ ცხოვრობდნენ დროებით, ასე ვთქვათ. თუმცა ბინის მიღების თემას ვერ მოესწნენ. მერე ბიძა რო დაბრუნდა სრულწლოვანი, მერე გაიცა მაგაცე ბინა ბათუმში. ის ხალხი, ვინც ადრე ცხოვრობდა, დღესაც ცხოვრობს იქ და თავიდან როდესაც ჩვენ ვცადეთ და კონტაქტები, ყველა მეთქე იგივე რაღაც თქვა, რომ იყო ძალადობის მსხვერპლი. დედა. თუმცა ეს შენს ხომ იცოდი? არ მინდა დავიჭერო. ხო. გარდაცვალების მიზეზამდე ვერ მივედით. ვერ გავიგეთ. არ გვეკონტაქტება აღარავინ და ვერ ვიგებთ. მე რა თქმა უნდა, ხა ამით არ მინდა რომ რაღაც ეჭვი აღუცრა და ნუ ეჭვი არის ისედაც არის და ძალიან მეშინია. ამას მე სიმართლის გაგების. აი რა უნდა ვიფიქროთ ესეც არ ვიცი, უბრალოდ ერთადერთი ამ შემთხვევაში რის იმედიც მაქვს, რომ რადგან გადაგვიკეტეს ყველანაირი წყარო, გადაგვიკეტეს და არ გამოდიან კონტაქტზე, ამ დროს იდეაში დედაშენის მეგობრები იყვნენ და დედაშენს ძალიან კარგად ახასიათებდნენ, შენიდაც რომ შეხვდა ერთ-ერთ ქალბატონს, გეხოცები ისიც გააშხარე, რა უთხრა შენდაც? უთხრა პირველ რიგში რომ ულამაზესი იყო და თქვენ არც ერთი დები არ გავხართ მას. არ გეწყინოთო. მწვანე თვალება, ბაბუა უზბეკი ყავდა და უზბეკური წარმომავლობის ძალიან ულამაზი. და არაფერი არ დაიჯეროთ. რასაც იტყვია. აი ეს რას ნიშნავს? ის იყო უკეთილშობილესი და ჭიანჭველასაც არ დაუდა ხმის ამოუღებელი ქალი. არასოდეს არ ლაპარაკობდა, ყოველთვის გულჩათხრობილი იყო და თავისთვის ჩუმად იყო. დედას მოუწია იმის გათვალისწინებით, რომ მამა ალბათ შენც ახსენე რომ იყო ძალადობის მსხვერპლი. მამა საერთოდ არ პატრონობდა ჩემდას და დედას, ან საჭმელიც კი არ მიქონდა სახლში. ამის გამო მოუწია ბავშვთა სახლში მუშაობის დაწყება. დედას. იქიდან გამომდინარე რომ უკვე მერე ჩემზე რომ დაურსულ და უკვე მანდ ძალიან მძიმე სიტუაციაა და მართლა არავინ არ ლაპარაკობს ჩემი დაურსულებიდან მის გარდაცვალებამდე რა ხდება რაშია ძალიან დიდი ამბავი რო იყო ბავშვთა სახლში გარდაცვალების მომენტში და პოლიცია და გამოძიებები გვიცი, მაგრამ სხვა არაფერს არავინ არ ამბობს. დედას მოუწია მე როგორც კი სამშობიარ და გამოვედი ბავშვთა სახლში გავტარდი. 21 იანვარს დავიბადე, 30 იანვარს უკვე ბავშვთა სახლში ვარ მიღებული, ასე ვთქვათ. და უკვე ალბათ ფსიქოლოგიურად ძალიან რთულ მდგომარეობაში იმყოფებოდა დედა. დარწმუნებული ვარ, რომ გვერდზე არავინ არ დაუდგა, მას არავინ გვერდზე არ ყავდა. საქმე აღიძრა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. მაგრამ როგორც აღიძრა, ისევე დაიხურა. კი ბატონო.
ამაზე რას ამბობენ? არავინ არაფერს არ ამბობს. პროკურატურაში, ბათუმში პროკურატურაში დავწერეთ განცხადება პროკურორის სახელზე. ეს მე გადაეცა ერთ-ერთ პოლიციის განყოფილებას და დარეკეს და ჩვენთან ეს არ მომხდარაო და გადავცემთო. თუ არ ვწდები მეორე განყოფილებაში, სხვა განყოფილებაში, გადასცემდნენ ალბათ და მას მერე ეს ხდება ალბათ მაისიდან, საერთოდ არავინ არ გამოგვეხმაურა. არავინ არ გვეხმაურება და ალბათ გამოსაძიებელია საქმე. ჩვენ რა თქმა უნდა მაქსიმალურად ყველანაირად ყველა მხრიდან ვეცდებით რომ ამბავს მივუდგეთ და ვთხოვთ მეზობლებს რომ ანონიმურად მაინც მოგვაწოდონ ინფორმაცია, თუნდაც fake account შექმნან და ისე მოგწერონ და მართლა პირობას ვაძლევთ რომ ეს მათი მოწერილი არც არ გაჟღერდება და კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ვეძებთ ისტორიას, გოგოების ისტორიას. კი, მათ იპოვეს ერთმანეთი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათი ძიება დამთავრდა. მათ აინტერესებთ დედის შესახებ ინფორმაცია, აინტერესებთ როგორ ცხოვრობდა, რას აკეთებდა, ვისთან მეგობრობდა და რეალურად რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი, იმიტომ რომ 24 წლის გოგო, 2 შვილის დედა, თან თქვენ სახლში იყავით? კი. თქვენ სახლში იყავით, როდესაც ეს თავი მოიკლა? არ გვეუბნებია. შესაძლოა ჩემი და იყო. ხო, აი ეს არ ხდება რა. არ გვეუბნებია. წერილიც კი დატოვაო, მაგრამ ის წერილი პროკურატურაში არ გვეუბნებიან, კი. ერთს ვიტყვი რომ მამა ცდილობს ყველაფრის დედაზე გადაბრალებას, რაც ყველაზე დიდი ტყუილია. ყველაზე ცუდი ეს არის, რომ ყველაფერი უნდა რომ მას დააბრალოს. რა უნდა დააბრალოს? ბავშვების გაშულებაზე მოაწერა ხელი, რა უნდა დააბრალოს? აი, პირველ შეხვედრაზე იცით რა თქვა, რომ მითხრა რომ ბავშვი გავაშვილე და არ მანახაო და არასოდეს არ მინახე ხარო, ჩემ დასეუბნება და აბსოლუტურად ტყუილია, იმიტომ რომ მთელი ნათესავები იცნობდნენ დედაჩემს ყველგან დაყავდა ჩემი და მეზობლებში ნათესავში ყველა მიცოდა მისი არსებობა და შეხვდება და გეუბნება რომ არ ვიცნობ, არ გიცნობ და არ ვიცი, აკითხავ და ჩვენ უბრალოდ დადასტურება რომ გვიდოდა მაკაზე რომ თომისი შვილი იყო მოუყვარო მიცი რომ მაკითხავდა მამაჩემ და ეს შენ ხარო და ნუ რა თქმა უნდა უარყო მე გზადაგზა აღიარა რომ ეს როგორ გახსოვს აქ უკვე და რომ ახსოვდა ტყუილების ხართვას არ ჯობია რომ ერთხელ და სამუდამოდ სიმართლე თქვას ახლა რა სიტყვა ამისთანაც არ უღის რომ გამჟღავნოს მაინც ხანდაზმულია საქმე მაინც პასუხისმგებლობა არ დადგება სისხლისაგან. ნუ პასუხისმგებლობა იმაზე, მორალური პასუხისმგებლობა დადგება ალბათ. პასუხისმგებლობა იმაზე, რომ 2 დედმამის შვილი მოგწყვიტეს ერთი ხელმოწერით, მამის ერთი ხელმოწერით 2 დედმამის შვილი დაგვაშორეს ერთმანეთს. 4 წლის ბავშვი, რომელიც არ ვიცი, რამდენი ხნის განმავლობაში ტიროდა და დასითხოვდა და ყველა სამეზობლოში ეუბნებოდა ბავშვობაში, მე იცით დამყავს, მე იცით დამყავს. როდესაც აქეთ ხარიც მე წამოყვანილი ვტიროდი და თბილისიდან მოუწია ქედაში ჩასვლა და გამატანე მე მივხედაო და აქაც არ ხდება ჩვენ ესა ეს არის მისი პასუხისმგებლობა, მისი უსუსურობა. და ეხლა როგორ ხარ შენ და შენი და როგორ ხარ? კარგად. კარგად რა ჩვენ მაინც გვიჭერს. ხო. ძალიან გვიჭერს და ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არის. ერთმანეთთან როგორ ხარ? კარგად. უბრალოდ ძალიან შორს ვართ და ორივე განვიცით ამას ის ბათუმში მე თბილისში ვარ და ჩვენ შეხვედრას ესე ვერ ვახერხებთ. და ძალიან გვიჭერს, იმიტომ რომ ძალიან გვინდა რომ გვერდი ვიყოთ და თუნდაც მარტივად ყავათავლიოთ. მასაც 3 შვილი ყავს, მეც 3 შვილი მყავს და როგორ შეიძლება ასე დამალვა ორივე მშობელმა იცოდა ჩვენი არსებობის შესახებ. შემდგომ რომ საბუთებში ვეძებდი, სანამ ტესტის პასუხი მოვიდოდა, მაკას ფურცელი ვიპოვე. დედაჩემის ხელით დაწერილი ფურცელი, სადაც ეწერა ნიგიარა მამედოვა, თამას გოგიტიძე, კი ბატონო და ქედის რაიონი მერი გორგაძე. ვინ არის? ამყვანი დედა. და მე უბრალოდ მისი სახელი არ ვიცოდი და მაკას ვერეკავდა. აქ ქედა წერია, ვიცი რომ შენ ქედაში ხარ და ეს მერი გორგაძე ვინ არის? ვაიმე დედა ჩემია და აიო მომენტალურად ტელეფონები გვივარდება, გავდივართ, ვტირივართ, რომ ამით 100%-ით დავწმუნდი უკვე დენებიც არ მჭირდებოდა რომ ის ჩემი და იყო. და ძალიან ემოციური და რა თქმა უნდა პასუხიც მოვიდა და 100% დედით და მამით ერთი ვართ და აი ბოლო შეხვედრაზე აი როგორ გითხრათ ახლა მამამისი
აი ესეთი ჟესტიკულაცია გააკეთა, შენ ვაფშე ვინახარო, ვაფშე ჩემი ხარო და როგორ არ ცხენია ის მაინტერესებს, როდესაც ასეთ ვიზუალურს გავსებას ხედავს, არ ვიცი, ძალიან უკავარ. როგორ არ ცხენია რომ ამას ამბობს. მისმა ყველა ნათესავმა იცოდა, ყველა ბიძაშვილმა იცოდა და ყველა გაჩუმებული და იცით რომ დაგვემუქრა ერთხელ ბიცოლას ვნახა მეთქი გავიცნობ ბიძებს, ბიცოლებს, ახლა ვინც ცოცხალია, დაველაპარაკები, ხო, რაღაცა არაცუდად, რაღაცა მაინტერესებს რა მოხდა, აი რატო ვერ ამოიღე ხმა თუნდაც, რომ ნუშვებით ამას. ხო, მე მომესით და გაიზრდება. ბებიას როლიც ძალიან დიდია მამის დედის მისი ხელშეწყობაც არის რომ არ დაგვიტოვეს ასე ვთქვათ ბაბუაც ყველა ცოცხალი იყო და აი თუ მიხვალ შენ აი იმ ძმის ცოლთან იმ ბიცოლასთან შენ აქ ფეხს ვერ შემოადგა ხო და რაში გაინტერესებს შეადგავ თუ არა ისედაც ხო არა გაგურთიერთობები მაგრამ არაფერი კარგი მოკრეთ პოდკასტის ბოლოსკენ რომ შევაჯამოთ ჩვენ ვეძებთ გოგოების დედის ისტორიას ვინმეს თუ რა სუნცერი აი ერთი პატარა ისტორია რომ მოგაწოდოთ თქვენ არიცით შვილისთვის ამას რა მხოლოდ მნიშვნელობა აქვს ამიტომაც ვეძებთ ბათუმში ზოოპარკის უკან ხიმშიაშვილის 4 ნომერში მცხოვრებ ხალხს ან მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს რომელსაც რაღაცა მცირე ინფორმაცია მაინც აქვს ნინის დედა მან გარდაიცვალა და მამა ამჯერად ცხოვრობს ერგიში თამაზ გოგიტიძე სოფელი ერგეში თამაზ გოგიტიძე სოფელი ერგე თუ ვინმეს რა ინფორმაცია მოგეპოვებათ ძალიან ანონიმურობა გარანტირებულია თავისთავად ძალიან დიდი მადლობა შენისთვის იმედი მაქვს იმ თავარ კითხვას რაც გაწვალებდა რომ მამა შენის და მისი მეუღლის შვილი შეინწყობისალი იყო თუ არა ამაზე პასუხი მივიღეთ მაგრამ ეხლა გვაინტერესებს ტყუპისალი და ყავს თუ არა არსებობს თუ არა ეს ბავშვი და მართლა ყველას ვთხოვ რომ ტესტი გაიგეთოს ხო არა მარტო ჩემი ისტორიიდან გამომდინარე ძალიან ბევრი ადამიანი არის ჩემს სირკულევაც გაშულებული რომელთანაც ხელს მარტივად ყველა იშვერს ის ნაშვილება და მან არაფერი არ იციან სამწუხაროდ არეუბნებიან არავინ არ ეუბნება სიმართლეს ერთ კითხოს დაგისვა რამდენად სწორია რომ გარეშე პირმა მიაწოდოს ინფორმაცია რა თქმა უნდა ეს სისხლის სამართლის დანაშაულია პირველ რიგში და არ შეიძლება ამ სიმართლის თქმა თუმცა დანაშაულია მე ვფიქრობ რომ ნაცნობების მხრიდან არ თქმა რა დამალვა უფრო დიდი დანაშაულია ჩემი აზრით ვიდრე თქმა კი ბატონო მადლობა სტუმრობისთვის მადლობა შენ მადლობა თქვენ ყურადღებისთვის მადლობა ყურადღებისთვის ნახვამდის მადლობა ნახვამდის